ბიდან დავით ბაციკაძე, დიდი მადლობა ბატონ დავით, რომ იღებ ჩვენთან გადაცემაში მონაწილეობას. პირველი კითხვა მინდა დაგისვათ, რა თქმა უნდა, არჩილ ხაბაძეზე, რომელმაც დატოვა მთავრობის თავმჯდომარის პოსტი, თუმცა, როდესაც იმპიჩმენტის მცდელობა ჰქონდა ნაციონალურ მოძრაობას, თქვენ ამბობდით, რომ არჩილ ხაბაძე არსად არაპირებდა წასვლას. არჩილ ხაბაძემ შეაფასა თავისი მმართველობა და ვთქვათ ის პროექტები, რომლებიც განახორციელა აჭარის მთავრობამ. თქვენ როგორ შეაფასებდით ხაბაძის მმართველობის პერიოდს და რა გააკეთა არჩილ ხაბაძემ მისი მეთაურობით უпростоრად აჭარის მთავრობამ აჭარაში ამ 4 წლის განმავლობაში. მოგესალმებით, მიესალმებით თქვენს ტელემაყურებელს, მადლობა მოწვევისათვის. ძალიან მოკლედ, როცა იმპიჩმენტი ახსენეთ და ჩემი კომენტარიც მოიყვანეთ, რა თქმა უნდა, მე ვიგულისხმე ის, რომ იმ პერიოდში, როდესაც ნაციონალურ მოძრაობამ ეს გადაწყვეტილება ხაბაძის მხრიდან იმპიჩმენტის პროცედურა, მე ვთქვი, რომ არჩილ ხაბაძე არცად არ წავიდოდა ნაციონალურ მოძრაობის გადაწყვეტილებებით. ანუ ვიგულისხმე ის, რომ იმპიჩმენტი აუცილებლად ჩავარდებოდა და არჩილ ხაბაძის მთავრობა ვერ გადააყენებდა. ეს იყო. დანარჩენი შემდეგ როგორც გამიტარდა მოვლენები, ეს იყო თვითონ არჩილის გადაწყვეტილება პარტიასთან ერთად მათ ისაუბრეს და მიიღეს ასეთი გადაწყვეტილება, რომ თქვათ, აქ ცვლილებები მოხდარიყო და ახალი მთავრობის თავმჯდომარე მოსულიყო. და შეკითხვით თუ რატო გადაწყვიტეს, უკვე ჩემთან ნაკლებად ეს უფრო თქვენ როგორ შეაფასებდით ხაბაძის მმართველობას, აი როდესაც იმპიჩმენტის თემას ვეხებით, თქვათ ნაციონალურმა მოძრაობამ, რომელმაც დააპირა, თუმცა ჩავარდა ეს პროცესი, ოპოზიცია ყოველთვის აპელირებს იმაზე, რომ კორუფციულ გარიგებებში აჭარის მთავრობა და თქვათ ხაბაძეზეც იყო საუბარი, ასევე ნეპოტიზმზე იყო საუბარი, აი ალთან ბერიძეზე, სხვა შორის ჩემი სიძე 2 დიპლომი აქვს, მაგრამ ჩემი მძღოლი ამასაც ნეპოტიზმად აღიქვამს ოპოზიცია. ანუ გამოდის, რომ უკმაყოფილო იყო ხაბაძის მმართველობით და თქვენ როგორ შეაფასებდით ამ მმართველობას? ნაციონალურ მოძრაობას საერთოდ დედამიწაზე რომ აქვს აბრაზებული და არაფერი რომ არ მოწონთ, მას მე რაც ხელისუფლება წავიდნენ, გასაგებია ხო და რა უნდა თქვა, თეთრზე გეტყვიან შავიაო და ეს მათი საქმეა და ასეც იქცევიან. მე მოკლედ ვიტყვი, გავყვეთ იგივე რა გააკეთა ნეპოტიზმთან დაკავშირებით, რამოდენიმე დღის წინ ვისხედით მე და ქალბატონი მედია ერთ-ერთში და ამტკიცებდა, რომ აი ნეპოტიზმი შემჩნეულია ნეპოტიზმთან დაკავშირებით და ისევ მოყავდა მაგალითად არჩილ ხაბაძის. ქალბატონი მედია ნაციონალური მოძრაობის წევრი არ არის. დავასრულებ ხო? ქალბატონი მედია, მაგის სადაუახო, მაგაზეც ვისაუბროთ მე. მე მგონია რომ ნაციონალური მოძრაობის წევრია. მისი საქციელებით ნაციონალური მოძრაობის წევრია და ხა ვისთვის რომ არა აუცილებელი მანდატი გეტოს ჯიბეში, მაგრამ თავარი ისაა რომ საქმით ამტკიცებს ყველაფერში ნაციონალურ მოძრაობასთან ერთად ყველაფერს რაც საჭიროა ამ იმპიჩმენტთან დაკავშირებით და ყველაფერში ქალბატონი მედია გვერდში უდგას ნაციონალურ მოძრაობასთან. ახლა თქვენ საზოგადოებამ გადაწყვიტეს ვისი წევრია ქალბატონი მედია. და რუმანდობაზე. მე მოკლედ ახლა ნეპოტიზმთან დაკავშირებით გავაგზავნებ. ნეპოტიზმსაც შეეხება და ყოველთვის მოყავთ 3 მაგალითი. ერთი ის რომ დამუშავოს თურმე ქალაქ ბათუმის მერიის ერთ-ერთ სამსახურში, ის რომ მამამისი მუშაობს სამინისტროში და ნათესავი რომელიც დანიშნეს უკვე ჩვენი ხელისუფლების პირობებში კომბულეთში ერთ-ერთ რაც IP-ში თანამდებობაზე. დაც და მამაც მუშაობდნენ ამ უწყებებში ძალიან დიდი ხნის განმავლობაში, რამდენიმე 10 წელზე მეტი თითქმის. აქედან გამომდინარე, არავითარი ნეპოტიზმის ადგილი არ ქონდა ამ შემთხვევაში. ის ნათესავიც, რომელიც დანიშნეს კომბულეთში, იმ ნათესავმაც იმის გამო, რომ საათდა ხმაური ადგილად დაწერა განცხადება და წავიდა თანამდებობიდან და აქედან გამომდინარე, არც თანამდებობა არ იყო ასეთი, თქვათ, მაგრამ ფიქრობ, რომ სწორად მოიქცა და ამ ადამიანმა არ შეუქმნა პრობლემები და სალაპარაკო თემა არ გახადა ნაციონალურ მოძრაობის და ოპოზიციისთვის, რომ სალაპარაკო თემა გახდარიყო, იმიტომ რომ მეტი ნათესავის ფაქტი ვერ მოაქვთ. კორუფციასთან დაკავშირებით უნდა გითხრათ. სულ გვესმის კორუფციასთან დაკავშირებით, როცა გითხულობთ, რაში გამოიხატება კორუფცია და სად მიგვითითეთ? კორუფცია. ერთადერთი რაც ახლა ვთქვათ, იგივე ქალბატონ მედიას მოაქვს ნაციონალები ამას ვერ ბედავენ, იმიტომ რომ ბათუმის სტადიონზე საერთოდ ლაპარაკი მიხვდნენ, რომ არაპოპულარულია ნაციონალური მოძრაობისთვის და ჩუმად არიან, მას არ იღებენ, იმიტომ რომ სულ მოკლე ხანში მინდა გითხრათ, რომ იქნება პრეზენტაცია და როგორც იქნა დაადგა საშველი და დაიწყება მშენებლობა ბათუმის სტადიონის. ამისთვის ჩვენ ფულიც გამოყავით შარშან დევს ბიუჯეტში შეიქმნა შეფოს სტადიონი, რომელშიც 2 პროექტია, ერთი ესაა
ბათუმში სტადიონის აშენებისთვის პროექტი, ბათუმის სტადიონი და მეორე რესპუბლიკური საავადმყოფო, ორივეს გადავეცით 17 მილიონი, აქედან 5 იყო რესპუბლიკური საავადმყოფოსთვის, 12 მილიონი ბათუმის სტადიონისთვის და ერთი პროექტი და მეორეც რესპუბლიკის საავადმყოფო შეგიძლიათ გახვიდეთ ნახოთ რომ უკვე თითქმის კონსტრუქცია ძალიან მალე დამთავრდება და დაიწყება მოპირკეთების სამუშაოები და ის რაც არ ქონია უკვე დიდი წლებია და საიზღარი პირობები იყო ახლა ვინც ბათუმელია ძალიან კარგად რა პირობებშიც იყო რესპუბლიკური საავადმყოფო და რა ტიპის საავადმყოფო გვექნება მომავალში ახლა ამასაც საზოგადოება გადაწყვიტოს ვინა ამ შემთხვევაში მართალი და გავაკეთოთ თუ არა არჩილ ხაბაძის მოღვაწეებასთან დაკავშირებით გადავიდეთ რა გააკეთა რეგიონისთვის და იყო თუ არა წარმატებული მართველი კი ძალიან მოკლედ გეტყვით არჩილ ხაბაძეს შევაფასებ ძალიან მოკლედ მე მესმის რომ დღესაც ამ რეგიონში აუარებელი პრობლემაა ძალიან კარგად ვიცი შეიძლება საზოგადოების ნაწილზე მეტადაც კი იმიტომ რომ თუნდაც შეხება მაქვს როგორც ხელისუფლების წარმომადგენელს და სტატისტიკის დეპარტამენტიდან ინფორმაცია მომდის რომელსაც ვახსოვ ყურადღებას სხვა უწყებებთან აქვს ურთიერთობები და ვიცი რამდენად რთული სიტუაცია დღესაც მაგრამ გეტყვით რომ რა გააკეთა არჩილ ხაბაძემ მისი თავმჯდომარეობის ყოფაში და ეს მას ეწერება როგორც მთავრობის თავმჯდომარეს აჭარის ბიუჯეტი როცა ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში იყო დაახლოებით 164 მილიონი თუ 165 მილიონი ხო დღეს არის უკვე 238 მილიონი პირდაპირ მატებით აჭარის ბიუჯეტი მომატებული არის დაახლოებით 65 მილიონით 62 60 მილიონზე მეტით ადრე ის 164 მილიონი როცა იყო აჭარის ბიუჯეტი იმ 164 მილიონში დაახლოებით 35-დან 40 მილიონამდე წლების მიხედვით გააჩნია იყო ტრანსფერი ანუ ცენტრალურ ბიუჯეტიდან აჭარის ბიუჯეტში რიცხავდა 35-40 მილიონს ანუ ადგილობრივი შემოსავლები იყო 120 მილიონი დაანჩენი 160 და რაღაც მილიონს 35-დან 40 მილიონი დაავსებდა ცენტრალურ ხელისუფლება დღეს ამ 238 მილიონიდან თითქმის ნოლია ცენტრალური ბიუჯეტიდან ტრანსფერი ანუ ეს ასნიშნავს რომ ის 30 მილიონის 35 მილიონის რომელიც 160 მილიონში იყო დაუმატეთ ამ 60 რომელიც პირდაპირ მატებაა დაახლოებით 100 მილიონი ბატონო დავით ეს ზრდა ტურისტების ინვესტიცია რომ საზოგადოებასაც აუხსენებთ რომ ოპონენტები რას გვეუბნებიან დაახლოებით 100 მილიონით არის გაზრდილი აჭარის ბიუჯეტი ჩემმა ოპონენტმა ერთმა თქვა რომ მე ამ ვირტუალური ციფრების ამჯერავ ეს ხომ ციფრები რომელიც ვირტუალური არაა რომელიც კონკრეტულ პროექტებს ხმარდება გზებს ჯანდაცვის სხვადასხვა პროგრამებს მაგალითად იმის გარდა რომ ამას ჩვენი ოპონენტების არ ვარყოფენ რომ ჯანდაცვის პროგრამა ერთ-ერთი კარგი პროგრამაა რომელიც ქართული ოცნებამ შეასრულა იმის გარდა რაც ცენტრალურ ხელისუფლებას აქვს აჭარა განსაკუთრებული რეგიონია სხვებისგან განსხვავებით რადგან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკას გააჩნია თავისი ბიუჯეტი აქვს თავისი ჯანდაცვის ბიუჯეტი ცალკე იქ სადაც თქვა სიტყვაზე საყოველთაო დაზღვევა ან რაღაცეები ვერ ეხმარება ცალკე პროგრამები გვაქვს და ავარებ რამდენიმე 10 მილიონ ლარს ხარჯავთ და მინდა გითხრათ რომ ძალიან ბევრი მეზობელი რაიონებიდან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მეზობელი რაიონი ოზურგეთის ლანჩხუთის იქნება ეს თუ სამეგრელოს რაიონებიდან ადამიანები გადმოდიან სპეციალურად ეწერებიან ბათუმში ოღონდ ეს პირველი იანვრამდე უნდა იყოს რეგისტრირებული რომ ეს სიკეთეები დამატებით მიიღონ და უამრავი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვების ამ პროგრამებმა დამატებით იმიტომ რომ იმ პროგრამებს და პროექტს რასაც არაფინანსებს ცენტრალური ხელისუფლება დამატებით ჩვენ გვაქვს ამის ფუფუნება რომ დავეხმაროთ ან თუნდაც ის ნაცტური რომელიც გადასახდელია ზოგ შემთხვევაში სერიოზულ და რამდენიმე 1000 ლარს აღწევთ თქვა თუ საყოველთაო დაზღვევა უფინანსებს რაც 80% და ეს არის თქვა 40000 ლარი და იქ რჩება კიდე თქვა რაღაც 10000 ლარი აი ამის ფუფუნებას გვაქვს რომ ამაში დავეხმაროთ აი ამაში მიდის ეს პული ის რომ კომუნისტების პერიოდიდან აჭარის მაღალმთიანეთში დამალებოთ ქვევით ქვედაზე დონეზე ამდენი გზა არ დაგებულა კომუნისტების შემდეგ შეგვიძლია ნახოთ რა სტატისტიკა ჩვეულებრივ დამოვიღოთ და ნახოთ რომ ხეობებია შუახევის რაიონში, ხულოს რაიონში, ქედის რაიონში და სოფლებში შევიდა გზები, რაც წარმოფანტასტიკის სფერო იყო წინა ხელისუფლების პერიოდში და გეუბნებით კომუნისტების მერე იქ საერთოდ არასდროს არ ყოფილა. თითქმის 3-ჯერ მეტი გზაა დაგებული დღეს, ვიდრე იყო წინა ხელისუფლების პირობებში და მეტი რა ვთქვა ახლა. ბატონო დავით. ასწორია, საიდანაა ეს ფული? საიდან? დიახ, აი, იმიტომ რომ ოპოზიცია თქვენ გეუბნებათ რომ არ არიან ტურისტები, ინვესტიციები, არ არის გაჩერდა მშენებლობები და საიდან გაქვთ ეს დამატებით?
ზუსტად იმის გამო რომ უფრო მეტი ინვესტიციები აქვს სტატისტიკის დეპარტამენტის ამას აქვეყნებს და უფრო მეტი ფული ჩაიდო ვიდრე წინა წლებში და ყოველწლიურად მატულობს ზუსტად აქედან არის რომ ეს ფული ეს 100 მილიონი პირდაპირ არის მხოლოდ და მხოლოდ საშემოსავლოს ხარჯზე. ანუ რას ნიშნავს? ვიღაცის ხელფასი გაბეგრილი საშემოსავლო და ამ საშემოსავლოთი არის ეს 100 მილიონი მიღებული. აქ კაპიტალური, ანუ თქვათ გაყიდული და თქვათ აუქციონზე გატანილი შემოსავლების პროცენტი არის სადღაც 10%-მდე, ძალიან მცირეა, დანარჩენი 90% 100 მილიონი და სულ არის წმინდად საშემოსავლოს ხარჯზე და ერთი ზოგიერთმა ოპონენტმა ისიც კი იკადრა თქვენს რომ ტყუის მოკლეფეხებია თქვენს რომ ესო მოხდაო საჯარო სამსახურში ხელფასების და პრემიების დის ხარჯზეო. შეგიძლიათ ნახოთ, გადაამოწმოთ, გამოვითხოვოთ ინფორმაცია აჭარის ავტონომურ რესპუბლიკაში 2012 წლის არჩევნების შემდეგ, როცა ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში, საჯარო სამსახურის სექტორში სახელფასო კლება არის დაახლოებით 0.8%, ანუ 1%-ით, ძალიან დიდი აღარა, მაგრამ კლებაა. ანუ ის რომ ვითომ ვიღაცებს პრემიები მოემატათ, ხელფასები მოემატათ, ტყუილია საჯარო სივრცეში. არა, შეიძლება 1-2 ადამიანს ზოგადად რომელიღაც სამსახურში მოემატა, მაგრამ საერთო ჯამში კლებაა. 0.8% კლებაა და ეს ნიშნავს რომ კერძო სექტორშია ეს ადამიანები დასაქმებული. მე მესმის რომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ რომ ძალიან ბევრი პრობლემაა, ძალიან ბევრი გაჭირებული ადამიანია და დღეს რომ აჭარის ბიუჯეტი იყოს 9 მილიარდი. კონკრეტულად დღეს არის 240 მილიონი, 9 მილიარდი ლარი რო იყოს, ამ პრობლემების ძალიან დიდი წილი კიდევ დარჩება. ბატონო დავით, რეგიონი ვითარდება, მე მინდა გითხრათ რომ განვითარების იმას ვნახოთ. მოკლედ ძალიან. ხო, განვითარებასთან დაკავშირებით ვისაუბროთ რეგიონის და ინვესტიციების შეჩერებასთან დაკავშირებით შეგიძლიათ გახვიდეთ და ახალი ბულვარის მიმდებარე ტერიტორიებზე ის რაც გვაყვედრიან რომ მეტროს პროექტი ხელისუფლების პირობებში იყო დაწყებული და ხელშეკრულებას მოეწერა ხელი რამდენიმე წლის წინ, მაგრამ გაჩერებული იყო და არ ვითარდებოდა და დღეს უკვე მეტრო მთავრდება. იმის გარდა ის მეთახეევანი რომელიც არსებობს, ნახეთ რამდენი ინვესტიცია ხორციელდება, რამდენი ახალი სასტუმრო, რამდენი ახალი სახლი შენდება და რაც თავარია შეგიძლიათ ძალიან მარტივად ყველას აქვს შესაძლებლობა მივიდეს და ამას არც უარ ყოფენ, მივიდეს ქალაქ ბათუმის მერიაში, გამოითხოვოს 2005 წლიდან 2012 წლამდე გაცემული ნებართვების რაოდენობა და გამოითხოვოს 2012 წლიდან 2016 წლის ჩათვლით გამოცემული კანდიდატურა არის დასახელებული. გეტყვით რომ 4 წელიწადში 9 წელიწადია 4 წელიწადში 73% მეტი სახლი აშენებული. ზურა პატარიძე არის ბატონ დავით კანდიდატურა დასახელებული. პრეზიდენტთან კოორდინაცია გრძელდება თუ არა, იმიტომ რომ პრეზიდენტს არ ყავს კანდიდატურა წარდგენილი და ვინ არის ეს ზურა პატარიძე ძალიან მოკლედ რომ მითხრათ, ასევე უმრავლესობის პრობლემა აქვს უმაღლეს საბჭოში ქართულ ოცნებას, იმიტომ რომ თავისუფალი დემოკრატები აღარ არიან თქვენთან. რესპუბლიკური პარტია უკვე გუშინდელი მოვლენებიდან გამომდინარე ღიად გადავიდა თქვენგან ოპოზიციაში. რამდენად აქვს შესაძლებლობა ქართულ ოცნებას აი ამ პოლიტიკური პროცესების ფონზე შეაგროვოს უმრავლესობა და დაამტკიცოს ახალი თავმჯდომარე? ძალიან მოკლედ. 3 წუთი გვაქვს. კარგი თემა გამახსენეთ, დაჩიკოს რამდენად ქმედითი პოლიტიკოსი იყო, მოკლედ უთუდე გადავალეთ თემაზეც. არჩილ ხაბაძე როდესაც მოვიდა ბანკიდან თავრობის თავმჯდომარედ, თქვენ ძალიან კარგად გახსოვთ, აჭარის უმაღლეს საბჭოში ქართული ოცნება, ვის თითქმის წმინდა პარტია ქართული ოცნებაც კი ვარ, ქართული კოალიცია ქართული ოცნების შემადგენელი ნაწილი კონსერვატიული პარტიის წევრი ვარ, მაგრამ ქართული ოცნების წევრები მის წინააღმდეგ იყვნენ. ყველას გვახსოვს ეს პერიპეტიები და ძალიან კარგად ახსენეთ რომ არჩილ ხაბაძემ შეძლო ის რომ მიიღო ყველა გადაწყვეტილება ბიუჯეტი არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი და მაშინაც უთანხმოება იყო არასრული უმრავლესობა არ ყავდა და არც ერთი ბიუჯეტი არ ჩავარდნია არა მარტო წლიური ბიუჯეტი კორექტირებული ბიუჯეტებიც არ ჩავარდნია არჩილ ხაბაძეს და ეს მის როგორც პოლიტიკოსის მოქნილობას ძალიან კარგად უსვამს ხაზს. დღეს შეაგროვეთ თუ არა უმრავლესობას ქართული ოცნება. დავით არამაში იყო არჩილ ხაბაძე ძალიან კარგად გვასწავლ. ახლა შეიძლება პატარაძის. მე მესმის მართალი ბრძანდებით უმრავლესობა ჩვენ დიდი ხანი აღარ გვაქვს და თქვენ ახსენეთ რომ ქაბატონი მედია არ არის ნაციონალურ მოძრაობის წევრი და მე ყოველთვის მქონდა ეჭვი რომ მურმანი იყო ნაციონალურ მოძრაობასთან აქტიურ ვთქვათ შეხებაში და ეს გამორჩა კიდეც როდესაც ხელისუფლებაში მოვედით მართალი ხარ მაგრამ ერთს გეტყვით 6 ქართული ოცნების პარტიის წევრია მე-7 მე კონსერვატორი ფორუმის წარმომადგენლებს რაც მე ვნახე განცხადებები განაცხადა ის მხარს უჭერს ბრეწველის მხარს უჭერს
თავისუფალი დემოკრატები, ერთი დარჩა, იმიტომ რომ ერთმა დატოვა უკვე პარტია. ანუ ზურა პატარაძეს დაახლოებით 12 ხმა აქვს. რასაც ჩვენ გვაქვს დათვლილი, ნაცნობ მოძრაობა პლუს პატარანაც მოძრაობა, ქაბატონი მედიას სახით არ უჭერს მხარს ზურა პატარაძის კანდიდატურას და ახლა შეეხება კანდიდატურას, ზურა პატარაძე არის წარმატებული, ფიქრობ დიპლომატი. ნაციონალურ მოძრაობასთანაც აიგივებენ, მაგრამ დრო აღარ გვაქვს. პირობებშიც იყო და ედვარდ შევარაძის ხელისუფლების პერიოდიდან მთელი ყველა საფეხური გაიარა საგარეო საქმეთა სამინისტროში ჩვეულებრივი სპეციალისტთა მუშაობიდან ელჩამდე და სადაც კი საელჩოებში ყოფილა, იყო საბერძნეთში კონსული, იყო თურქეთში კონსული, რუსეთის ფედერაციაში ჩვენ მაშინ წარმომადგენლობა არ ჰქონდა, მაგრამ შვეიცარიის საკონსულოში იყო წარმომადგენელი, ანუ ყველა იმ დიდ სახელმწიფოში, სადაც ყველაზე მეტი რაოდენობით ქართველები არიან და ცხოვრობენ, იქ სადაც კარგი კანდიდატურაა, მოკლედ რომ თქვა, თქვენი დრო აღარ გვაქვს. ზურა ყველგან გასაგებია. სახელდება დადებითად, ყველა არის გაყიდული მისი მუშაობით და ვფიქრობ, რომ მისი ეს კავშირებიც რაც მას აქვს, იგივე ყაზახეთში, დიდი მადლობა, დრო ამოგვეწურა აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი ქართული ოცნებიდან დავით ბაციკაძე იყო შუადღის სტუმარი, მე დღეს ამით გემშვიდობებით, ხვალ 3-ის ნახევრიდან შუადღე კვლავ განაგრძობს მუშაობას, დიდი მადლობა, კარგად ბრძანდებოდეთ. მადლობა ბატონო დავით, წარმატებები.